თქვენ შეძელით რუსთაველის სიბრნის განხორციელება, ანუ რასაც გასცემთ შენია. თქვენ რაიცით რომ ეს პრინციპი ქონდა ბიზნესში, მაგალითი შეგიძლიათ დაასახელოთ? მან მთელი თავის ბიზნესი აწარმოა ამ პრინციპით. მაგალითი რომელი კომპანია შეიძინა ასე ამ პრინციპით? მან საბანკო ბიზნესში მე მაინტერესებს ამჯერად თქვენი დამოკიდებულება ქველმოქმედების მიმართ. ძალიანაც თქვენ ადრე არ დადიოდით როგორც მახსოვს. დიდი ხანია რაც დაიწყეთ რეგიონებში. ჩვენ თითქმის 1 წელიწადია რეგიონებში ვართ გასული, მაგრამ უშუალოდ რომ ინტელექტი და ფსიქიკა პირობითად ნახნახევარი მივეცი 50% ანუ გაწონასწორებული ფსიქიკა? ინტელექტი თქვენ ეტყობა არ ადევნებთ არა, ვადევნებთ, ამიტომაც გეკითხებით. მაშინ ნახავდით თქვენ იმავე საღამოს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი. იმავე საღამოს ჩვენ ძალიან დიდი ფსიქიური აშლილობა თქვა და საერთო ფსიქოანალიზის ჩემი გადაცემა ბოლო 30 წელიწადი ჩემი მეგობრები. ბევრს საუბრობენ ამის შესახებ, რომ თქვენ ძალიან გადაცემული. ჩემი მეგობრები უდიდესი ნაწილი. მაგრამ რომლებსაც არ აქვს სოფლის მეურნეობაზე, ხელისუფლებაც ძალიან დიდი მეურნეობაზე არ საუბრობ ეკა პრობლემებზე საუბრობს და სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ძალიან დიდი ბოდი. თუმცა ისტორია მიცის ნიჭიერი ადამიანები, ვინც არ იყო ფსიქიურად თქვათ გაწონასწორებული, ხომ ასეა? რა თქმა უნდა. რომ ან უკანონობაში ჩადიოდა? არა, მე გეუბნებით ეს არის ძალიან აგრესიული და არაერთი. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. აი სამშობლო სიტყვა, რომელსაც ესე ხშირად ხმარობთ, რა არის სინამდვილეში თქვენთვის? ანუ როდესაც ხელისუფლებასთან წახვედით გარკვეულ გარიგებაზე ან ხელისუფლება ეს ის ხელისუფლება არის შეარჩიეთ რა მე არ გირჩევთ თუ გარიგება შეთანხმებაზე რომლის და ფროიდამდე იყო უკვე ცნობილი როგორ უნდა გაზარდო ბავშვი რომ იყოს ფსიქიურად მდგრადი ანუ ამ პრობლემების გადაწყვეტა შეაძლოა თქვენი ჩემი სურვილი რა იყო აი მე სადაც წავედი ანუ ბატონო და აქედან გამომდინარე დავკონკრეტდეთ უკაცრავად რესპუბლიკელები თქო არა კითხვა და რა თქმა უნდა გაგაგრძელებინებთ უბრალოდ თქვენივე საუბრიდან გამომდინარე გამიჩნდა ეს კითხვა თქვენ არა დაასრულეთ რა თქმა უნდა ჩვენ ვებრძოდით ირაკლი ოქროაში როდესაც მაგრამ ცვლილებები არ იყო მაშინ საჭირო თქვენი კი ბატონო დაასრულეთ ასე ვებძოდით ჩქარობ ძალიან ახლა მაჩქარებ არა დაასრულეთ არ გაჩქარებთ პირიქით საინტერესოა ეს იქნება თქვენ შეძელით რუსთაველის სიბრნის განხორციელება ანუ რასაც გასცემთ შენია